ჩვენი მშობლიური სულგუნი და ცნობილი იტალიური მოცარელა. თითქოს არაფერი საერთო. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით რომ ისინი ღვიძლიდები არიან? მათ აერთიანებთ ერთი უძველესი და იშვიათი ტექნოლოგია. პასტა ფილატა, ანუ გაწელილი ყველი. ყველის მასას ცხელ წყალში ხარშავენ და შემდეგ ცომივით წებავენ. სწორედ ასე იბადება მათი ცნობილი ბოჭკოვანი სტრუქტურა. იტალიელი და მოცარელა სინაზია. მისი სახელი მოწყვეტას ნიშნავს. კლასიკურ ვერსიას კამეჩის რძისგან ამზადებენ და რბილი რომ დარჩეს, სუფთა შრაკში ინახავენ. ქართველი და სულგუნი სამეგრელოს სიამაყეა. მისი სახელი სულს და გულს ნიშნავს. მოცარელასგან განსხვავებით, მას მარილ წყალში ათავსებენ. ეს ანიჭებს მას სიმკვრივეს, ფენოვანებას და იმ საყვარელ მარილიან გემოს. მაშ რა არის განსხვავება? მოცარელას სუფთა შრაკში ინახავენ სინაზისთვის, სულგუნს კი მარილ წყალში გემოსა და სიმკვრივისთვის. ერთი რბილია, მეორე ფენოვანი. მაშ ასე, ერთი ტექნოლოგია, მაგრამ ორი სხვადასხვა ბედი. ნაზი იტალიელი კაპრეზესთვის და ჩვენი ხასიათიანი ქართველი ღომისთვის, ელარჯისთვისა და ხაჭაპურისთვის. იცოდით რომ ისინი დები არიან?